Totალური რეპრესიები მთელ ქვეყანაში. ქართული ოცნება რეჟიმი და ხელისუფლების გადასარჩენა თუ მოწყალო ბრძოლას უცხადებს სამოქალაქო მოძრაობას. პატიმრობა ან უმძიმესი ჯარიმა არის მეთოდები, რომლებითაც ივანიშვილის მოძალადე კლანი საპროტესტო მუხტის ჩაქრობას ცდილობს. თბილისის და ქუთაისის სასამართლოები ერთმანეთის მიყოლებით რეჟიმის მიერ გამოგონილ ბრალდებებზე შექმნილ საქმეებს განიხილავენ და როგორც ყოველთვის ამავე რეჟიმის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ. დედაქალაქში დღეს მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე გაასამართლეს, რომელიც ჯერ კიდევ შარშან აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციამ შეცდომით დააკავა და იძალადა. უფრო მეტის მმართველმა პარტიამ აღიარა ეს შეცდომა, მაგრამ სერგი ბარამიძე სულ ცოტა ხნის წინ მაინც დამნაშავედ გამოაცხადეს. ქუთაისში სასამართლომ 9 სამოქალაქო აქტივისტის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და სამოქალაქო ავტორიტეტის მქონე ადამიანები 5,000 ლარით დააჯარიმა. მშვიდობიანი ფაქტობრივად უწყინარი აქციის გამო. Დავიწყოთ ჩვენი ოპერატორის სასამართლო საქმის განხილვით. დეა მამისეიშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. დეა, რა გადაწყვეტილება მიიღო კონკრეტულად მოსამართლემ? ხულიგნობა არა, თუმცა პოლიციას ხელი შეუშალა და წინააღმდეგობა გაუწია. ასეთი იყო მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილება, რომელიც მან გამოაცხადა რამდენიმე წუთის წინ და სერგი ბარამიძეს ჩვენს ოპერატორს სიტყვიერი გაფრთხილება, სიტყვიერი შენიშვნა მისცა. გაუგებარია რაზე დაყრდნობით, იმიტომ რომ არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია რეჟიმის პოლიციას. მის წარმომადგენლებს ჩვენ ვუსმენდით 3 საათის განმავლობაში, ვერანაირი მტკიცებულება ვერ ვნახეთ. ერთადერთი მტკიცებულება, ნივთიერი მტკიცებულება, რომლის გამოკლებაც მოხდა დღეს სხდომაზე, ეს იყო ის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც წარადგინა თავად სერგი ბარამიძის ადვოკატმა, სადაც ჩანს როგორ ძალადობს პოლიცია, თუმცა რატომღაც სერგი ბარამიძემ თავად დაიმსახურა დღეს სიტყვიერი გაფრთხილება მოსამართლისგან. როგორც უკვე გითხარით, საქმეში არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, მაგრამ ეს ის სტანდარტია, რომელიც რეჟიმის პოლიციამ ჩამოაყალიბა. არ სჭირდებათ არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ვინმე გამოაცხადონ სამართალდამღვევად და ეს გამოჩნდა დღესაც, როდესაც ჩინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ითხოვდნენ სერგის დასჯას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ალბათ ძალიან საინტერესოა იცოდეს მაყურებელმა, რაზე დაყრდნობით ამბობდა და ამტკიცებდა ამას რეჟიმის პოლიცია. საქმეში დევს მხოლოდ და მხოლოდ ოქმი, რომელიც შეადგინა ორმა პოლიციელმა, რომელიც იყო დღეს მოწმე და ამ ორი პოლიციელის ჩვენებები, რომლებიც მათ დღეს მიცეს სასამართლოს, აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი იყო. ერთი ამბობდა, რომ მან გაიგონა როგორ იგინებოდა სერგი ბარამიძე უმისამართოდ და როგორ უშლიდა ხელს პოლიციას ხალხის დაკავებაში, თუმცა მან თქვა, რომ მის მეწყვილეს სერგის მხრიდან გინება არ გაუგია. ამ დროს შემოვიდა მეორე პოლიციელი, რომელმაც თქვა, რომ თავადაც გაიგონა სერგი როგორ იგინებოდა უმისამართოდ, კონკრეტულად არავის მისამართით, მაგრამ რომ იგინებოდა ეს ფაქტი მან მოისმინა. როგორც უკვე გითხარით, აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი იყო, ასევე ისინი ვერ ამბობდნენ ლოკაციებს, სად იყვნენ, სად გადაადგილდებოდნენ, ხან ამბობდნენ, რომ ოქმი თავად შეადგინეს, ხან მეწყვილეზე უთითებდნენ, რომ მან შეადგინა ოქმი და ძალიან კარგად დაინახავს მაყურებელი ამ ჩვენებების მოსმენის შემდგომ რეალურად რა დიდი გაუგებრობა ხდებოდა დღეს რეჟიმის პოლიციის თავს, იმიტომ რომ უნდოდათ მთავარი არხის ოპერატორის დასჯა, თუმცა ნულოვანი მტკიცებულებით წარმოდგნენ დღეს სხდომათა დარბაზში, ისევე როგორც სხვა საქმეების შემთხვევაშიც, ამიტომაც აბსოლუტურად გაუგებარი და აბსოლუტურად გაუმართლებელია მანუჩარ ცაცუამ რითი მზღვანელა, როდესაც სერგის დააბრალა პოლიციელებისთვის ხელი შეშლა დაკავების ოპერაციის დროს. მე მაყურებელს უბრალოდ ვეტყვი, რა ვითარებაში იძალადეს ჯერ სერგიზე და შემდგომ რა ვითარებაში დააკავეს. ის მელიქიშვილის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე ტარდებოდა ეგრეთ წოდებული საპოლიციო ღონისძიება, უფრო კონკრეტულად კი პოლიცია ძალადობდა ხალხზე, რასაც სერგიც და ჩვენი არხის სხვა ოპერატორებიც იღებდნენ, რა დროსაც პოლიციელები მას მივარდნენ და დააკავეს. ახლა პოლიციელები გვიმტკიცებენ, რომ გზას უღობავდა მათ სერგი, რასაც ბუნებრივად ის ვერ გააკეთებდა, იმიტომ რომ გზის სავალი ნაწილი იყო სრულად სავსე პოლიციით და პოლიციას ყველა მხარეს გზა ჰქონდა თავისუფალი. მოკლედ დღეს კიდევ ერთი სამართლებრივი აბსურდი მოვისმინეთ და ალბათ ცაცუასაც ჰქონდა დავალება, რომ რაღაც მაინც უნდა გაეკეთებინა და შესაბამისად სერგის სიტყვიერი გაფრთხილება მისცა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ რომ სერგი თავად გახდა მსხვერპლი პოლიციელების მხრიდან ძალადობის და შემდგომ ჩვენ მოვისმინეთ ეს დადასტურება, რომ რეჟიმის პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სერგი შეცდომით დააკავა. გაისხარით და საქმე გამოგვიყვანა დაკავებული და გვიშლიდა ხელს. იმ პერიოდში ხალხოვანი ადგილი იყო და მომწოდება დასულიყო, რადგან გავუტარებინეთ და არ გადაიცილეთ. გავაფრთხილეთ და მოხდა შემდეგ მის დაკავება. რა მეთოდით გიშლიდა ხელს? უბრალოდ გიშლიდა კამერით და ერთჯერადად ხელში შლა. კამერით იდგა და გვიშლიდა ხელს გამოყვანაში მოხდა.
პოლიციის მოთხოვნას გამომოჩილებლობა იგივე რა დაკავებაში ხელის შეშლა, ანუ ხელის შეგვიშლა და იგივე რა გამომოჩილებლობა. მეტი სხვა რამე სამართლებრივად ჩავდენია, მათ ხელისუფლება ტიპიკურ პრობლემა. მდებარეთ ხდებოდა სხვა პიროვნების დაკავება. და მაშინ მოხდა რა, მოუწოდეთ ყველას რომ გადასულიყვნენ გზიდან, მაგრამ თვითონაც არ გადავიდა გზიდან. კამერა ეჭირა ხელში. ბატონი სერვისგან რაიმე ულტიმატუმი სიტყვა გაიგონეთ თქვენ? იგინებოდა. როგორც წესი ოპერატორი და ჟურნალისტი ერთად მუშაობთ და პოლიციელები არ გვაშორებენ ძალით ერთმანეთისგან. ეს იყო შემთხვევა, როცა ძალით დაგვაშორეს მე და სერგი და ფიზიკურად მე მართლა ესე გამომწიეს, უბრალოდ არ დამუკავები ვარ, თორე გამომათრიეს შუამეეთიშვილზე და სერგი იქ დააკავეს. და წინააღმდეგობის გაწევას ჩვენ ვერაფრით ვერ შევძლებდით პოლიციელებისთვის, იმიტომ რომ იყვნენ იმ ტერიტორიაზე არ ვიცი, ალბათ 100 პოლიციელი იყო. ჩვენ მეხ რომ მიყურებთ, ალბათ ხვდებით, რომ მე პოლიციელს ვერ მოვერევი, ხო? იქ მყოფმა პოლიციელებმა საღამოს უკვე მითხრეს, რომ გავიკითხეთო და ძალიან კარგი ბიჭი და მშვიდი ყოფილაო. სხვათა შორის მთაწმინდის პოლიციის უფროსიც რო გამოკითხოთ, კარგი იქნება, მაგან გაიკითხა, მამა გეიშვილია გვარად. მოვიდა და მითხრა. სერგი ბარამიძე ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამცავად და ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 22 მუხლის საფუძველზე გათვალისწინეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან საფრთხესთან და ნაურისხადოს სიკვდილის შენიშვნა. სამართლებრივი აბსურდის კიდევ ერთი გამოვლინება ვნახეთ დღეს, როდესაც მთავარი არხის ოპერატორი ჩვენი კოლეგა და მეგობარი სერგი სამართალდამრღვევად, კანონდამრღვევად გამოაცხადეს იმის გამო, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რაც ცაცუას გადაწყვეტილებაში რომ ვთარგმნოთ, პოლიციას ერთი ოპერატორი ხელს უშლიდა, მაშინ როდესაც ათობით იყვნენ და მაშინ როდესაც ყველა მხარეს გზა თავისუფალი ჰქონდათ იმისთვის, რომ დაკავებული ადამიანები დასაკავებელ ავტომობილებამდე მieყვანათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ პოლიციელები, ეს ორი პოლიციელი ჩვენების მიცემის დროს ამბობდნენ, რომ ხან სერგი იგინებოდა დაკავებამდე, ხან დაკავების მომენტში, ხან დაკავების შემდგომ და მოკლედ ნამდვილად ვერ დაალაგდნენ ვერსიებში, თუმცა ალბათ ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დეტალებში ჩასვლა ახლა არასერიოზული იქნება, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, აქ სამართლებრივი მდგენელი ფიზიკურად არ არსებობს, იმიტომ რომ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა დღეს მოტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს. ყოველ შემთხვევაში იმის დასამტკიცებლად, რომ სერგიმ რაიმე დააშავა, სამაგეროდ პირიქით სერგის მხრიდან ადვოკატის მხრიდან იყო წარდგენილი მტკიცებულებები, სადაც ჩანდა რეალური დანაშაული ჩადენილი იმ პოლიციელების მხრიდან, რომლებიც წესრიგს უნდა იცავდნენ. რასაკვირველია, მას შემდგომ, რაც ცაცუას ეს მავნებლური გადაწყვეტილება მოვისმინეთ, ჩვენ დავინტერესდით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისგან, თუ არის კიდევ რაიმე მტკიცებულება, რაც მათ აქვთ, რაც დაავიწყდათ, ან ვერ მოიტანეს, დროში ვერ მოესწრო, რომ წარმოედგინათ დღევანდელ სხდომაზე, ან საერთოდ რაიმე მტკიცებულება თუ იძებნება ამ საქმეში. დაახლოებით ზუსტად ისეთივე პასუხები მოვისმინე ამ წარმომადგენლისგან, როგორი სამართლებრივი დასაბუთებაც დღეს ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხდომათა დარბაზში. სამაგეროდ სერგიც და მისი ინტერესების დამცველიც ამბობენ, რომ სინამდვილეში თუ ვინმე ჩაიდინა დანაშაული, ეს არის რეჟიმის პოლიცია, ახლა სპეციალური საგამოძიებო სამსახური უნდა იყოს დაკავებული ამ ადამიანების იდენტიფიცირებით, იმიტომ რომ სერგის სახეში დამიზნებით მუშს ურტყამდნენ, ყავდათ შებოჭილი და შემდგომ რამდენიმე წუთიანი ძალადობის შედეგად გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში და სხვათა შორის გაათავისუფლეს მალევე და იყო მდინარაძის ბრიფინგი, რომელმაც თქვა, რომ შეცდომით დააკავა რეჟიმის პოლიციამ სერგი და ამიტომ ბოდიშის მოხდით გაათავისუფლეს უწყების შენობიდან. ბოდიშის გაგრძელება უკვე დღეს ცაცუას სხდომათა დარბაზში ვნახეთ. Angdegobis გაწევა ახლა როცა ოპერატორი ვიღებ, ხო, გადაღებაზე ვარ და აწარმოებ, ხო, არანაირად არ გამოდის რა. იმიტომ რომ იქ მე სად მომინდება დადგომა და რა კურსი უნდა გადავიღო კადრი, ხო? მაგას ახლა მოსამართლეც, ვერც მოსამართლე გადამიწყვიტავს, ვერც პატრული და ვერც სპეცნაზელი რა. ნუ ოპერატორი ვარ და თავისუფლად უნდა მოქმედებდეს ეგრეა რა საერთოდ. ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და ეს დასტურდება ვიდეო კადრებზე ჩანაწერებითაც და მეორე მხრივ მათ ხელთ იყო მხოლოდ და მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება, რომლებიც დაიბნენ თუ ჩვენებები მისცეს, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა ეს ჩვენებები, ამიტომ არ უნდა გაითვალისწინებინა მოსამართლეს ეს ჩვენებები საერთოდ და უნდა გაემართლებინა სრულად სერგი ბარამიძე. მიუხედავად იმისა, რომ შენიშვნა გამოიყენა, ჩვენ მაინც გონია, რომ ბატონმა მოსამართლემ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
მტკიცებულება არ გქონიათ და იქნებ ისეთი რამ გაქვთ, რაც არ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ მე მტკიცებულება ვერ ვნახე. ხომ პროცესს დაესწარით და ნახეთ ყველაფერი. ყველას ასე აცხადებთ ხოლმე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად? მანდატურები არ გჭირდებათ ჩემგან დასაცავად. ასე უშვებთ ხალხს ხოლმე და ასე აცხადებთ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. ორი პოლიციელი, მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება გქონდა და ორი პოლიციელი, რომელიც ოქმის შემდგენები არიან და ხელმომწერები. რა სამართალდამრღვევით? იგინებოდაო, სერგი, ხო თქვით, აბა სად იყო გინება? რამდენი მასალა წარადგინა ადვოკატმა? კი, არა, იქნებ თქვენ მოგესმათ ეს გინება და მე ვერ ვიპოვე. მე არ ვყოფილ ადგილზე. ადგილზე არ ყოფილ ხართ, მაგრამ მტკიცებულებების მოკვლევაში და მოგროვებაში ხო მონაწილეობთ? დიახ. მტკიცებულება ხო გჭირდებათ? ვინმე რო დამნაშავედ გამოაცხადოთ კრიმინალად? მე დავესწარი და ვერ ვიპოვე მეთქი და იქნებ გააქვთ. არ წარმოგიდგენიათ. სამინისტროში ხომ არ ინახავთ არქივში? არა. არ გჭირდებათ ჩემგან დასაცავად, არავინ, მე მხოლოდ კითხვებს ვსვამ. პოლიციისგან განსხვავებით არ ვძალადო. ხო და მითხარით, გააქვთ რაიმე მტკიცებულება, რაც აქ არ იყო, რაც მე დამაჯერებს, რომ ჩემი ოპერატორი, რომელიც ყველაზე უწყინარია, იყო აგრესიული, პოლიციას ხელს უშლიდა და წვრილმან ხულიგნობას ჰქონდა მისი მხრიდან ადგილი. აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, რაც არსებობდა, წარმოდგენილია. აი ყველა მითხარით, იმიტომ რომ აბსოლუტურად. ორი ჩვენება გაქვთ პოლიციელის კიდევ რა. წერილობითი მტკიცებულება რა? წერილობითი მტკიცებულება რა? ოქმი. ადვოკატი ხო ჩაწერეთ? ოქმი ხო? ადვოკატი ხო ჩაწერეთ? წერილობითი მტკიცებულება არის თუ არა ოქმი? გეკითხებით. ოქმიც არის მათ შორის. და სხვა რა არის? აი ადვოკატი გაგცემთ მაგაზე არ იყო და მაგიტომ მაინტერესებს. და მოწმეთა ჩვენებები იგივესია ხო? ვინც ოქმი შეადგინა და კიდე რამე იყო? ვერ გავ აი ესე გამოიყურება ვერსიებში ჩაკარგული შინაგან საქმეთა სამინისტრო დღევანდელმა სერგი ბარამიძის სასამართლო პროცესმა კომიკური ამფრაზის წარმოთქმა, რომ იწევს ჩვენს ოპერატორს და ჩვენ მეგობარს და კარგად გამოაჩინა, რომ იმ ტენდენციას და პრაქტიკას ინარჩუნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც მხოლოდ და მხოლოდ სრულმოწმე პოლიციელები არიან, რომლებიც სწორად და თანმიმდევრულად ჩვენებებს ვერ აყალიბებენ, რომ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები მაინც არ გაავრცელონ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამხრე კამერები არ ყოფილა წარმოდგენილი, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით ასეთი ჩანაწერები ბუნებაში არ არსებობს, არ ქონდათ პოლიციელებს სამხრე კამერები და ამიტომ ამ მტკიცებულებას ისინი ვერ წარმოადგენდნენ. მოკლედ დღეს სხდომაზე თუ რაიმე მტკიცებულება განიხილეს, ყველა თავად სერგი ბარამიძის და ადვოკატის მიტანილი იყო ნამდვილად. ფაქტია, რომ ისევ იგივე სტანდარტს აგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ნაკლებად ჰქვია სტანდარტი და ფაქტია, რომ დღეს სერგი ბარამიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად პოლიციისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ისე გამოაცხადეს, რომ საერთოდ ერთი მტკიცებულებაც სერგის წინააღმდეგ ჩვენ უბრალოდ არ გვინახავს.